ერთ საათში ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა იწყება. ევროკავშირის წევრი 27-ვე სახელმწიფოს ლიდერი იქ უკრაინისა და სირიის საკითხების განსახილველად იკრიბება. დღეს წესრიგში ასევე შეტანილია საქართველოს საკითხიც. ევროპული საბჭოს სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე გამართულ მინისტერიალზე კი უკვე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველოში ეგრეთ წოდებული ლურჯი პასპორტების მფლობელებთან დაკავშირებით სავიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე. თათია წოწუნავა მოგვიყვება უფრო ვრცლად დღევანდელი სხდომის შესახებ. თათია, რას უნდა ელოდოს საქართველო დღევანდელი ევროპული საბჭოს სხდომისგან? თბილისის დროით დაახლოებით 2:30-ზე დაიწყება ევროპული საბჭოს სხდომა, სადაც დღეს ბრიუსელში შეიკრიბებიან ევროპელი ლიდერები. სხდომის დაწყებამდე ტრადიციულად მედიასთან გაკეთდება კომენტარები და ჩვენ გავიგებთ დღეს რა დოზით იქნება საქართველოს საკითხი განხილული დახურულ კარს მიღმა. დღევანდელ სხდომას ანტონიო კოშტა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის რანგში პირველად ჩაატარებს. შარლ მიშელი აღარ არის ამ თანამდებობაზე და ახალი პრეზიდენტი ყავს ევროპულ საბჭოს და საინტერესოა მისი აქცენტებიც, რას იტყვის ის მედიასთან სხდომის დაწყებამდე. როგორც გავრცელებულ რელიზში ანათქვამი, ძირითადად დღეს საკითხი შეეხება უკრაინას. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება უკრაინა და ვოლოდიმერ ზელენსკი არის მიწვეული ამ სხდომაზე. ასევე სირიის საკითხსაც განიხილავენ და პრეს-რელიზში მითითებულია ისიც, რომ საქართველოსა და მოლდოვაში არსებულ ვითარებაზეც იქნება მსჯელობა და იქიდან გამომდინარე, რომ დაახლოებით რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა საბჭოზე იქნა მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიღებული საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებში და დიპლომატიურ პასპორტებზე უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე მიიღეს გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა მინისტრებმა. უნდა ველოდოთ, რომ დღევანდელი სხდომაც იქნება მხრივ კრიტიკული. ჩვენ ვიცით, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი ბლოკავენ ქართული ოცნების პერსონალურ სანქციებს. სწორედ ამიტომ არ იქნა მიღებული საგარეო საქმეთა საბჭოზე ეს გადაწყვეტილება დამატებით, ვინაიდან კაია კალასის მხრიდან ეს ინიციატივაც იყო დაყენებული, რომ პერსონალური სანქციები დაწესებოდა ქართული ოცნების ლიდერებს და ყველას, ვინც მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში არის მხილებული. უნგრეთი და სლოვაკეთი ჯერჯერობით ვეტოს ადებენ ამ ყველაფერს, თუმცა დღესაც იქნება ალბათ ამ საკითხზე მსჯელობა და ჩვენ ვნახავთ საბოლოოდ რა ჩაიწერება ევროპული საბჭოს დოკუმენტში და რა ფორმულირებით იქნება საქართველოს საუბარი. ევროკავშირიც ერთხმად თან ხვდება, რომ უნდა დასანქცირდნენ ის ადამიანები, ვინც ძალადობაში არიან ჩართულები. ძალადობაში ჩართული არის როგორც ივანიშვილის რეჟიმი, ასევე ამ რეჟიმის მონაწილე მოსამართლეები, რომლებიც აფორმებენ ბუღალტრებად იქცნენ ივანიშვილის. შესაბამისად, ამ სანქციებში, რასაც ევროკავშირი ამბობს, მოხვდებიან ეს ადამიანები, შეუჩერდება დიპლომატიური პასპორტები და არა მარტო დიპლომატიური პასპორტები, მათ შეეზღუდებათ ზოგადად ევროპაში გადაადგილება და შესვლა. ეს ძალიან დიდი დარტყმა არის ქართული ოცნების იმ საჯარო მოხელეებისათვის, ვინც დღემდე მათთან ერთად დგას და აძლიერებს სისტემას და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ გაიაზროს, რომ ვიზების შეზღუდვა და დიპლომატიური პასპორტების გაუქმება არ არის მხოლოდ ევროპაში არ შესვლა. ეს მოიცავს ბევრ სხვა სანქციასაც. პერსონალურ სანქციებს, ინდივიდუალურ სანქციებს ჭირდება კონსენსუალური გადაწყვეტილების მიღება, ანუ 27 წევრი სახელმწიფოს დასტური. შესაბამისად, აქ აუცილებელი იქნება ის, რომ მათ შორის ვიქტორ ორბანმა, რომელიც სამწუხაროდ ამ დრომდე არ იკავებს პროევროპელი ქართველი ხალხის მხარეს და ერთგვარ პირდაპირ უნდა ვთქვათ გარიგებაშია ბიძინა ივანიშვილთან, მე იმედი მაქვს, რომ დადგება რაღაც მომენტი, როდესაც მასაც მოუწევს ევროპული გადაწყვეტილებების მიღება ევროკავშირის ეგიდით, თუმცა ამ ეტაპზე ის ბლოკავს ამ პერსონალურ გადაწყვეტილებას, ამიტომ ამისთვის გარკვეული დრო შესაძლებელია, რომ დასჭირდეს ევროკავშირს. ორი რამ არის მნიშვნელოვანი. ერთის მხრივ გაფართოების ძალიან კრიტიკული ანგარიში საქართველოზე, სადაც ქართველი ხალხისთვის კარი ღიაა ევროკავშირის მხრიდან, თუმცა ასევე ნაჩვენებია, რომ კარი გამოხურა ივანიშვილმა ყველა იმ უკუსვრით, რომელიც წინააღმდეგობაშია ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებთან და საგარეო პოლიტიკასთან და მეორე ეს არის დაწყებული ინდივიდუალური სანქციები ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან, ისევე როგორც გადაწყვეტილება უმრავლესობის, რომ შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლა იმ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, რომელიც არის პასუხისმგებელი მთელ ამ ძალადობრივ და სისტემურ რეჟიმზე, ავტორიტარულ რეჟიმზე. შესაბამისად, ეს გაგრძელდება უკვე დიპლომატიური პასპორტებისთვის იქნება კონკრეტული წესები ჩამონათვალი, რაც არ უნდა ამტკიცოს ივანიშვილის მოლაპარაკე თავებმა, რომ წითელი პასპორტით ივლიან, ეს იქნება გაწერილი, ისევე როგორც ინდივიდუალურ რეჟიმში გაგრძელდება სხვა ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან სანქციების განხილვის საკითხი.
საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია ის, რომ უნგრეთის და სლოვაკეთის გარდა 25-ვე სახელმწიფო არის ერთი და იმავე პოზიციაზე, მათ შორის იტალია, ესპანეთი და რუმინეთი, რომელმაც ამხილა გუშინ ირაკლი კობახიძე ტყუილში და მათაც თქვეს, რომ ისინი უჭერენ მხარს როგორც პერსონალურ სანქციებს, ასევე დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო შეზღუდვებს. ამ შემთხვევაში დღესაც თუ უნგრეთმა და სლოვაკეთმა იმავე პოზიცია დაიკავა და ვეტო დაადეს, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში უკვე როგორც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მოვისმინეთ, ქვეყნები განიხილავენ უკვე ეროვნულ დონეზე სანქციების დაწესებას, ანუ ისეთ სანქციების დაწესებას, როგორც დააწესა ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, კერძოდ სხვა ქვეყნებიდანაც იგეგმება ის, რომ ქართული ოცნების ლიდერებს საერთოდ შეუზღუდონ და უკრძალონ კონკრეტული ტერიტორიების, კონკრეტული ქვეყნების ტერიტორიებზე შესვლა.